ამაღლობელს სიღრმისეული კვლევები მხოლოდ მომდევნო კვირიდან ჩაუტარდება, მანამდე კი ადვოკატი ვიზუალური შეფასებით ამბობს, რომ მოშიმშილე ჟურნალისტს საუბარი და გადაადგილება უჭირს, ის უკვე 21 დღეა შიმშილობს. მედია მენეჯერის საქმეზე საუბარს ვიწყებთ მზია ამაღლობელის ოჯახის წევრთან, მის ძმის შვილთან, მანანა ამაღლობელთან, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. მოგესალმებით, მადლობა, რომ გვერდებით ბათუმიდან და პასუხობთ ჩვენს კითხვებს. გუშინ მოინახულა ადვოკატმა საია მიიღო დოკუმენტები, რისი გაზიარებაც ამ ეტაპზე შეგიძლიათ თქვენ მაყურებლისთვის, როგორია მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობა? მოგესალმებით, მეც ვიცი ინფორმაცია მხოლოდ მისი ადვოკატისგან, ის რომ მას უჭირს უკვე თავისუფლად გადაადგილება, ის რომ ცდილობს საუბრის ტემბრი, სიარულის მანერა, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ უკვე მას აღარ შესწევს ძალა, მაგრამ არ ვიცი ახლა მზია მისმეს თუ არა და მიყურებს თუ არა, მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და არა მარტო მზიას, არამედ ყველა მთელ საქართველოს მინდა მიმართო, რომ მზია არ იტყვის, არ გატყდება, რომ მას ტკივა, რადგან ბევრჯერ ყოფილა მზიას ცხოვრებაში რთული მომენტები, როგორც არ დავკონკრეტები ფიზიკური ჯანმრთელობის მხრივ არასდროს არ დაუწუწუნია მას მის ჯანმრთელობაზე. ყოველთვის იყო ჩვენი თხოვნით, ძალდატანებით, მკურნალობის პროცესები თუ ექიმთა ვიზიტები თუ ასე შემდეგ. ამიტომ ნუ ელოდება რომ მზია იტყვის, რომ ცუდად არის ან რამე ტკივა. სანამ გონებას არ დაკარგავს, სანამ სავალალო შედეგი არ მოხდება, არავინ არ ელოდოს მზიასგან ამას. და მინდა ვთხოვო ყველას, ვისაც ეს ეხება სასჯელ აღსრულებაში, არ ვიცი რა სამედიცინო დაწესებულებებია სამედიცინო კვლევების ჩატარება შეუძლიათ. არ უტარდება ის სათანადო კვლევები, რაც მისი ანამნეზით არის გათვალისწინებული. და გთხოვთ, სანამ არ არის გვიანი და სანამ მზიას არ დავკარგავთ, დროულად მოხდეს მისი გადაყვანა და სათანადო მკურნალობის პროცესების დაწყება. მამიდა, არც შენი, არც ერთი დაკავებული პოლიტპატიმრის, არც ერთი ადამიანის ბრძოლის, თუნდაც შენი ერთი თავის წამოდგების ღირსიც არ არის, არც ერთი ხელისუფლება, არც ერთი ის ადამიანი, რომელიც ახლა სახლში თბილად მოკალათებული არიან. გთხოვ უმორჩილესად, რომ არ მომიკვდე, შენ გჭირდები ცოცხალი და გჭირდები შენს ოჯახს, შენს მეგობრებს, შენს თანამებრძოლებს, ძალიან გთხოვ. დაგვიბრუნდი ცოცხალი და ჯანმრთელი. ჩვენი ოჯახი კიდევ ერთ დანაკლისს ვერ გააუძლებს. ძალიან გთხოვთ ყველას, მიიტანეთ გულთან ჩემი თხოვნა და დაგვიბრუნდეთ მზია ცოცხალი და ჯანმრთელი. მადლობა. რადგან ხართ ექიმი, მინდა გკითხოთ, აი რაზე უნდა გაკეთდეს ახლა აქცენტი ბუნებრივია, შეიძლება ყველა დეტალი ვერ გაგვიზიაროთ, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, რაზეც თქვენ რა თქმა უნდა გაქვთ ინფორმაცია. ახსენეთ, რომ არ უტარდება ყველა შესაბამისი კვლევა. აი ზოგადად რა რისკია 21 დღიანი შიმშილობა და ასევე მისი ძალიან მყარი პოზიცია, რომ არ შეწყვეტს პროტესტის ამ ფორმას. 31 იანვარს მოგვაწოდეს მისი ბოლო ლაბორატორიული კვლევის ანალიზები და იქ წავიკითხე, რომ ის ღებულობს საკმაოდ ძლიერ არასტეროიდულ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს, რაც დამანგრეველია მზიასთვის კი არა, ნებისმიერ ჯანმრთელი ადამიანის კუჭისთვის. მარტო უჭმეზე რომ მიიღოს პაციენტმა ის და 21 დღეა არის შიმშილის ქვეშ მზია. მარტო წყალს ღებულობს და ეს ძლიერი არასტეროიდული საშუალებები, რომელსაც ის ითხოვს იმისთვის, რომ მას ტკივილი გაუყუჩდეს, ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს სავალალო შედეგი, რადგან მზიას აქვს კუჭის წყლულები უამრავი. და ეს არის ძალიან შეიძლება ფატალური იყოს მისი ჯანმრთელობისთვის, თუნდაც ამ ერთი წამლის მიღება, იმისთვის რომ მას ტკივილი გაუყუჩდეს და მისი ანალიზების დაყრდნობით სასწრაფოდ უნდა მოხდეს უფრო ფართო მასშტაბის კვლევები, რომ არ მივიღოთ ჯანმრთელობისთვის შეუქცევადი და გამოუსწორებელი მდგომარეობები და საფრთხე არ შეექმნას მის სიცოცხლეს. მინდა გკითხოთ ასევე ომბუდსმენის როლზე ამ პროცესში. ლევან იოსელიანმა თქვა, რომ ოჯახს არ მოუმართავს კონსილიუმის ჩანიშვნის მოთხოვნით, აი გითხარით როგორია თქვენი პოზიცია, რომ იყოს რაღაც ექიმთა უფრო ფართო ჯგუფი, რომელიც შეაფასებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ბოლო კვლევები როგორც კი მივიღეთ ჩვენ 31 იანვარს ჩვენს მზიას მეგობრებმაც მიმართეს სახალხო დამცველს რომ მოხდეს უფრო ფართომასშტაბიანი კვლევა, მოხდეს ფართოდ ექიმების კონსილიუმის ჩართვა და სწორად და დროულად დაიგეგმოს მზიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მართვა. გუშინ, როდესაც ადვოკატმა მოინახულა ის თქვა, რომ მოკლედ არ მოწონს, როდესაც აქცენტი კეთდება მის ჯანმრთელობაზე და რომ ფოკუსი უნდა გქონდეს სხვა პოლიტპატიმრებზე. ზოგადად, როდესაც ეს კადრები ნახეთ თქვენ, რაც მოხდა, როდესაც მან შეურაცხყოფის პასუხად სილა გააძნა ბათუმის პოლიციის უფროსს. აი, როგორი იყო თქვენი რეაქცია, გითხარით? ჩემი რეაქცია იყო გაოცება პირველ რიგში, იმიტომ რომ მზია არის ჩემი გამზრდელი. და ძალიან კარგად ვიცი მისი ხასიათი, მისი მტკიცე ხასიათის და ეს იყო ძალიან გამწარებული და გაბრაზებული ქალის რეაქცია მამაკაცის შეურაცხყოფაზე, რომელმაც ცინიკურად მის გვერდით მყოფი, მისი გაზრდილი ბავშვები, ოჯახის წევრები სრულიად უდანაშაულოდ დაატყვევა და აიყვანა. ნებისმიერ ქალს, ვისაც შეიძლება მოუხდეს მსგავსი ნერვიულობა, თუნდაც რა რეაქცია გექნებოდათ მამაკაცის შეურაცხყოფაზე, როგორ შემოიფარგლებოდით, მარტოსილით შემოიფარგლებოდით, სიტყვიერი შეურაცხყოფით შემოიფარგლებოდით და ეს არ არის სისხლის კოდექსით ჩადენილი დანაშაული. კი ბატონო, ეს ადვოკატებმა არ აერთხოთ. მისი ხასიათიდან გამომდინარე არ იტყვის, რომ ცუდად ვარ ხალხო, ზუსტად ვიცოდი, სანამ ადვოკატის მიმართვას წავიკითხავდი, რა პასუხი ექნებოდა მზიას დღეს განვითარებულ აჟიოტაჟზე, რომ მზია გახდა ცნობადი, რომ ყველა მიცნობს. ეს არის მისთვის იმდენად უხერხულობის შეგრძნება აქვს მზიას ახლა. ვიცი რომ გაგვიბრაზდება ყველა. გავუძლებო ადვოკატს. მისი ფოტო ტრიალებს ყველგან. გაგვიბრაზდება იმისთვის, რომ მას აქვს ამხელა ყურადღება დათმობილი დღეს, რადგან იტყოდა და იტყვის კიდე რომ ის არ არის პრიორიტეტი და ძალიან ბევრი პრობლემატური საკითხი დგას დღეს, რომელსაც ყველა უნდა ამოიღოს ხმა. და ბოლოს მინდა გკითხოთ ქართული ოცნების აი მესიჯზე, რომელიც აშკარად არის შეთანხმებული, რომ მოკლედ სინანული დააფიქსიროს ამ ფაქტთან დაკავშირებით. აი რა შეგიძლიათ გითხრათ, ეს პირიქით რაღაც ხო არ ამძიმებს უფრო სიტუაციას თავად მზიას აი პრინციპულობიდან და ხასიათიდან გამომდინარე. ცუდად მესმის თქვენ ძალიან. ეგრეთ წოდებულმა პრემიერმა თქვა მანამდე დედაქალაქის მერმა, რომ სინანული დააფიქსიროს აი ამ მომხდართან დაკავშირებითო, რაც არის აშკარად ოცნების მესიჯ ბოქსი ამ საქმესთან დაკავშირებით. გამორიცხულია, იმიტომ რომ მზიას არ აქვს არავისე ბოდიში მოსახდელი. იქეთ აქვს ბოდიში მოსახდელი მზიაზე იმ დღეს რაც მოხდა. გამორიცხულია რომ მზია ვინმეს ბოდიში მოუხადოს, რადგან ის არ არის დამნაშავე. ის რეაქცია რაც მან გააკეთა იყო გაბრაზებული და გამწარებული ქალის რეაქცია. მეტი არაფერი არ ძალიან დიდი მადლობა მზია ამაღლობელის ძმის შვილი, ექიმი მანანა ამაღლობელი პასუხობდა ფორმულას კითხვებს.